დაბადებისთვის მივესალმებით ჩვენს მაყურებელს დავიწყოთ ძალიან მარტივი თეზისი. პატარა სახელმწიფოები გეოპოლიტიკური ტურბულენტობის პირობებში, რომლებსაც არ გააჩნიათ მოკავშირეები, რომელსაც არ ყავს მეგობარი, რომლებიც არიან დიდი ძალების დაპირისპირების პერიფერიაზე, ყოველთვის არიან მოწყვლადები. ეს არის საერთაშორისო ურთიერთობების თეორიების ანაბანა, რომელიც მე მგონია, რომ ქართულ ოცნებაში არიან ადამიანები, ვისაც ძალიან კარგად ესმის. თუმცა ევროკავშირთან ქართული ოცნების მთავარი პრობლემა არის არა ფსევდო სუვერენიტეტის დაკარგვის იდეა, რაც ისინი საუბრობენ, არამედ ძალაუფლების დაკარგვის შიში. ქართულმა ოცნებამ ძალიან კარგად იცის, რომ ელექტორალურად მათი მხარდაჭერა საქართველოში არის მინიმალური და ამიტომ ცდილობენ დაკარგული ელექტორალური მხარდაჭერის კომპენსირებას რეპრესიული კანონებით, რასაც ჩვენ ვაკვირდებით ყოველდღიურ რეჟიმში. ევროკავშირი ასეთი ტიპის რეჟიმებისთვის არის ერთ-ერთი მთავარი ძალაუფლების შემაკავებელი სტრუქტურა. ამიტომაც მთელი ამ დროის განმავლობაში ჩვენ ვაკვირდებოდით ამ გავეშებულ ანტიდასავლურ რიტორიკას, რომლითაც ქართული ოცნება ცდილობდა, რომ საქართველოს მოსახლეობის ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი შეემცირებინა. აქამდე ეს პროპაგანდისტული კამპანია მაინც წარმატებული არ ყოფილა. ჩვენ ვხედავთ, რომ მოსახლეობის 75-ზე მეტი პროცენტი მაინც უჭერს მხარს ევროკავშირში გაწევრიანებას და მათ შორის თავად ქართული ოცნების შიგნით თავად ქართული ოცნების მხარდამჭერების დიდი ნაწილი. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ჩვენ დავიწყოთ ჯერ ფუნდამენტით, ანაბანათი, საქართველოს თუ დარჩება იზოლირებული, თუ საქართველოს არ ეყოლება ძლიერი მეგობრები და მოკავშირეები, ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ წარმოიქმნება ძალაუფლების ვაკუუმი და ძალაუფლების ვაკუუმი ნიშნავს იმას, რომ საქართველოს იქნება გამზადებული, ფაქტობრივად შეკმაზული იმისთვის, რომ რუსეთმა საბოლოოდ ჩაყლაპოს ჩვენი სახელმწიფოებრიობა. ანუ რეალურად ქართული ოცნება თავისი ანტიდასავლური ევროკავშირის საწინააღმდეგო რიტორიკით გვეუბნება ძალიან მარტივ რაღაცას, რომ ისინი ამზადებენ ქვეყანას რუსეთისთვის. სხვანაირად ამ განცხადების გაგება არის უბრალოდ შეუძლებელი, იმიტომ რომ არანაირი საერთაშორისო ურთიერთობების ოდნავი ცოდნის შემთხვევაშიც კი წარმოუდგენელი არის ასეთი დონის განცხადებების გაკეთება და საერთაშორისო ურთიერთობებს, ადეკვატურობას, რაციონალიზმს თავი რომ დავანებოთ და უბრალოდ საქართველოს კონსტიტუციას გადავხედოთ, ჩვენ ძალიან ნათლად დავინახავთ, რომ კონსტიტუციაში არის მუხლი, რომელიც ავალდებულებს ყველა საჯარო მოხელეს ყველაფერი გააკეთონ, რათა საქართველოს გახდეს ევროკავშირის წევრი. პარლამენტის სპიკერი არის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობა, რომელსაც ევალება, რომლის ნებისმიერ წარმოადგენელს ევალება საქართველოს კონსტიტუციის ელემენტარულ დონეზე ცოდნა. როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში ჩვენ არც კონსტიტუციის ცოდნის ნატამალი არ გვაქვს ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ეს არის ქმედება და ეს არის რიტორიკა და ეს არის იდეა, რომელიც პირდაპირ საფრთხეს უქმნის, ურტყამს საქართველოს უსაფრთხოების არქიტექტურას მთლიანად კავკასიაში და გარდა ამისა საერთაშორისო ურთიერთობების თეორიის თვალსაზრისით არის ყოვლად დაუმართლებელი, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ იზოლირებული მეგობრებისგან და მოკავშირეებისგან დაცლილი საქართველოს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ რუსული ინტერესები აქ დაიზრდება და რუსული ინტერესების გაზრდა ნიშნავს ჩვენი ქვეყნის ჩაყლაპას. ამის რამდენიმე ვერსიაზე შეიძლება ვისაუბროთ, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი ახლახან აპირებს ცხინვალის რეგიონის ანექსიისკენ არაერთი ნაბიჯი გადადგა და ჩვენ ძალიან ნათლად ვხედავთ, რომ საბოლოო ჯამში ქართული ოცნების მთლიანი საგარეო პოლიტიკის წარუმატებლობის ილუსტრაცია არის ზუსტად რუსული მადის გაზრდა. ქართულმა ოცნებამ დაუთმო ყველაფერი, რაც შეიძლება და შეასრულა ყველა რუსული მოთხოვნა და სამაგიეროდ რა, არაფერი არ მივიღეთ. ცხინვალის რეგიონის ოკუპაციიდან ახლა გადავდივართ ანექსიაზე და ზოგადად საქართველოს უსაფრთხოების მდგომარეობა არის მკვეთრად გაუარესებული. თუ გნებავთ ბოლო დროინდელი ელექტროენერგიის გათიშვები, ავიღოთ ზოგადად შეგვიძლია შევხედოთ უსაფრთხოების არქიტექტურას სამხრეთ კავკასიაში. დღეს საქართველოს მთლიანად რეგიონში სამხედრო თვალსაზრისით არის ყველაზე სუსტი ქვეყანა და ეს არის სწორედაც რომ ქართული ოცნების სრულიად არაადეკვატური საგარეო და შიდა პოლიტიკის შედეგი. კი ბატონო, ელექტროენერგიის გათიშვები ახსენეთ და მოდი ინტერრაოს დასანქცირებაზეც მინდა რომ გკითხოთ გიორგი, რას ფიქრობთ, რა ტიპის პრობლემები შეიძლება შეექმნას ამ შემთხვევაში საქართველოს მას შემდეგ, რაც ინტერრაო მოხდა სწორედ ევროკავშირის მიერ ამ სანქციების პაკეტში, ვიცით რომ თელმიკო თელასი არის მოკლედ ისე ვთქვათ აი ამ კომპანიის ინტერრაოს ფლობელობაში.
როგორი არის თქვენი პოზიცია ამ კუთხით? მომხმარებელზე რამდენად შეიძლება ეს აისახოს? მომხმარებელზე ჩვენ ვხედავთ, რომ სხვა გარემოებები კიდევ უფრო მეტად არის ასახული. მაგალითად, იგივე ეს გათიშვები მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენი ენერგოუსაფრთხოება საერთოდ არავის არ აქვს არანაირი წარმოდგენა, როგორ იმართება ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება, რომელიც ისედაც მოწყვლადი არის იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი ენერგიის საკმაოდ დიდი ნაწილი მოდის ენგურჰესიდან, რომელიც, როგორც ვიცით, ნაწილობრივ არის ოკუპირებულ ტერიტორიაზე. შესაბამისად, საბოლოო ჯამში ჩვენ უკვე საკმაოდ მოწყვლადები ვართ ენერგო თვალსაზრისით და იმის ნაცვლად, რომ ქართულ ოცნებას ან ნებისმიერ სხვა ხელისუფლებას აქ არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება მთავრობაში, ნაბიჯები გადაედგა, რომ ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება გაზრდილიყო, რაც შეუძლებელი არის ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის გარეშე. აქ შეიძლება ვიკამათოთ დიდი ჰესები გჭირდება, თუ მცირე ჰესები, ამას ფუნდამენტური მნიშვნელობა ამ საუბრისთვის არ აქვს, მაგრამ ის, რომ საქართველოს ენერგოუსაფრთხოება არ უნდა იყოს დამოკიდებული რუსეთის ფედერაციაზე. ის, რომ ჩვენ უნდა გვქონდეს ასეთ შემთხვევაზე რეაგირების პროტოკოლები. ეს ყველაფერი არის ისევ და ისევ ეროვნული უსაფრთხოების ანაბანა და ძალიან სამწუხარო და ტრაგიკული არის, რომ ჩვენ უკვე დამოუკიდებლობის 30-ე წელს ვერაფრით ვერ მოახერხეთ უსაფრთხოების ელემენტარული წესების გათვალისწინება და პირიქით, ქართული ოცნება თავისი ქმედებებით ამცირებს ჩვენი ქვეყნის მედეგობას და ზრდის ჩვენ დამოკიდებულებას რუსეთზე და რას ნიშნავს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების ზრდა, ჩვენ წეს ყველაზე კარგად უნდა ვიცით. ის, რაც შეიძლება მოგვეჩვენოს რაღაცა კონკრეტულ მომენტში ეკონომიკურ ჯილდოდ, 2 წამში, როგორც კი რუსეთს დაჭირდება, შეიძლება გადაიქცეს პოლიტიკური წნეხის იარაღად და ჩვენ ეს არაერთხელ გვინახავს, აგერ ახლახან. რუსეთი რაც აკეთებს სომხეთთან მიმართებით, რუსეთმა რაც გააკეთა ჩვენთან მიმართებით ადრეულ 2000-იან წლებში და ეს ყველაფერი მეტყველებს და გვეუბნება პირდაპირ, რომ ჯერ ერთი შენი ენერგო უსაფრთხოებისთვის ძალიან დიდი პრობლემა არის, როდესაც ქვეყნის მთელი ენერგოგამანაწილებელი ქსელი ეკუთვნის რუსულ კომპანიას, ჩვენი და რუსეთის ურთიერთობების გათვალისწინებით და იმის ნაცვლად, რომ მომხდარიყო ამ ყველაფრის შემცირების პროტოკოლების გაწერა და ზოგადად რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებაზე ეზრუნა სახელმწიფოს, ჩვენ ხედავთ, რომ პირიქით დამოკიდებულება იზრდება, რუსული გავლენები იზრდება და აგერ ახლახან რაც ბატონო პაპუაშვილმა გააჟღერა, ესეც ირიბად არის რუსული გავლენების გაზრდა იმ მარტივი მიზეზით, რომ თუ ევროპელების ჩართულობა კავკასიაში შემცირდება, ამ ძალაუფლების ვაკუუმს იმ წუთასვე შეავსებს რუსეთის ფედერაცია. აი პაპუაშვილმა რაც დაგვიანონსა პრინციპში, ამას რა პერსპექტივა შეიძლება გქონდეს, გიორგი, ქართულ საზოგადოებაში? აი ჩვენ როდესაც საუბრობდით მის განცხადებაზე, თქვენ ბრძანეთ, რომ ფაქტობრივად საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტს უნდა, რომ გახდეს საქართველოს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. როგორ ფიქრობთ, ეს ახალი ნარატივი ხელისუფლების, რომ რაღაც სუვერენიტეტს დავკარგავთ და უუფლებო ვიქნებით, თუ ევროკავშირში გავწერდიამდებით და გვექნება ვალდებულებები და არა უფლებები, დღეს ძალიან ბევრჯერ გაიმეორეს ეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა. აი ამ ნარატივს აქვს პერსპექტივა, როგორ ფიქრობთ? სიმართლე გითხრათ, არ ამგონია, იმიტომ რომ ქართული ოცნება ბოლო 10 წელი აქტიური ანტიდასავლური რიტორიკით გამოირჩევა, ისინი ცდილობენ, რომ ჩვენი საზოგადოების მედეგობა შეამცირონ, ანტიდასავლური რიტორიკა არც პირველად გაგვიგია, აგერ ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული პროპაგანდისტული არხები დასანქცირებულები არიან ამ რიტორიკისთვის და ამ ყველაფრის გათვალისწინებით მე მაინც ქართული საზოგადოების იმედი მაქვს, იმიტომ რომ ჩვენ ამ დროის განმავლობაში გამოვიმუშავეთ გარკვეული იმუნიტეტი იმ რიტორიკისადმი, რომელიც ჩვენ გვესმის ქართული ოცნების მხრიდან მთელი ამ აწლეულების განმავლობაში. საქართველოს მთავარი მტერი, მთავარი ოკუპანტი სახელმწიფო არის რუსეთის ფედერაცია. ოცნების ნებისმიერი ნაბიჯები, ნებისმიერი ქმედებები, რომლებიც აძლიერებენ რუსულ გავლენებს და აქ შეიძლება ნებისმიერი ნაბიჯი იყოს, საბოლოო ჯამში ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენ გვინდა მათ შორის იმისთვის, რომ თავი დავახციოთ რუსულ სუნპეს და დასავლური, ცივილიზებული, ნორმალური ქვეყნების გარემოში ვიყოთ და არა ჩეჩნეთის, დაღესტნის და სხვა ჩრდილოეთ კავკასიური რესპუბლიკების, რომელიც რუსეთმა შთანთქა და შექმნა ეს კვაზი კრიმინალურ ავტორიტარული რეჟიმი, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით კავკასიონის ჩრდილოეთ მხარეს. ეს არ გვინდა. საქართველოს მოსახლეობასაც მე მჯერა, რომ ეს არ უნდა და ამ შემთხვევაში ქართულმა ოცნებამ შეიძლება სადოს ამ ნარატივზე სრულიად გადასვლა, ეს მეტყველებს იმაზე, რომ კიდევ ერთხელ ძალიან უჭირთ ელექტორალურად და ისინი ცდილობენ, რომ რამენაირად ეს ყველაზე ანტიდასავლური, ყველაზე
არაცივილიზაციური, ყველაზე ბნელი ხმები დაიბრუნონ, მაგრამ აქაც კი მე არ მგონია, რომ ამან შეიძლება შეცვალოს ფუნდამენტურად სიტუაცია. ჩვენ არაერთი სხვა ქვეყანა ვნახეთ, ორბანი ცდილობდა ამას, პოლონეთში კაჩინსკი ცდილობდა ამას, სხვადასხვა ქვეყნებში და ყველგან, ყველა ევროპულ ქვეყანაში ამ რიტორიკამ განიცადა წარუმატებლობა. კაჩინსკიმ ხელისუფლება დაკარგა, ორბანი, რომელსაც ქართულ ოცნებას უდიდესი იმედი ჰქონდათ, რომ ის დააგრძელებდა ფარადყოფას, მანაც ხელისუფლება დაკარგა, თან საკონსტიტუციო უმრავლესობა მიიღო მისმა ოპონენტმა. შესაბამისად, ამ რიტორიკის დამარცხების გარკვეული რეცეპტები ევროპაში ყოველ შემთხვევაში არსებობს და უკვე ქართულ საზოგადოებაზე არის დამოკიდებული ამ ტყუილს და დაბოლებას მიიღებს ჭეშმარიტებად და დაიჯერებს თუ არა. მე მჯერა ქართული საზოგადოებას. კი ბატონო. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა გიორგი მელაშვილს, რომელიც იყო დღის ამბების ეთერის სტუმარი. დღევანდელი ჩვენი ეთერი 4-ზე ამით უკვე დასასრულს მიუახლოვდა. თქვენდა დარჩეთ დავაპირველზე, წინ პირველების